Так, მე მატრიცა კი მაქვს, მაგრამ მატრიცა მე მგონი სხვისი მაქვს. თუ ეხლა ხათიესი არა, აი ეს ლორენასი მაქვს და მოიცადე ვიპოვო ხათიას ვიპოვე. და გვარი შოვში დაშულა. კი ბატონო. ერთი წამი და გეტყვით ეხლა რა ჯერ გამოჩდი? რომ დაგინახო. ახლა. აზი გოგოა და შეხედე ეხლა უნდა გეჭყობა მაცალე. მოგძევნე თქვენ რო გონიათ რომ გიღიმეთ სულ აი YouTube-ზე მასე კი არ არის. გოგოება, ვინც მიცნობს კი იცია რომ სულ ჩხუბობ. აჰა, вот შენი მატრიცა, ხო? 21.09, ხო? კი ბატონო. და პირველი რაზე უნდა გიჭყობოთ, ეხლავე დავიწყებ მიჭყობით. აი ნახეთ ეხლა თქვენ, აი ახლა რამდენი გოგო ხართ, ხო? და ერთი მარტო სურათი აქვს ქეთის, ლომიძეს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ რომ ურთიერთობა ნორმალური გქონდეთ, ნუ ან ვინმეს თქვათ ახლა კაცებმა დაგინახოთ კაცებმა, რომელიც არის თქვენთვის სათანადო ისე ასე, მაგრამ თვითონ даже ავატარზე არ გიდევთ სურათი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვემალები. არ მინდა რომ დამინახონ. გაიგე? ეს პირველი ნიშანი ამისი არის, რომ მე ვიმალები. და ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რომ თუ ეს არის უკვე პირველი ნიშანი, რომ ადამიანი რაღაცა უკვე პრობლემები არის. იმიტომ რომ პირიქით გოგოები რა, როცა გინდა რომ გამოჩდე და გინახონ თუნდაც ხო, ეგრევე უნდა ჩამდე რა, ანუ რითი უნდა გამოჩდე? სურათით. ხო? აი ხან ვიღაცა რო თქვა, ახლა შენ დარწმუნებული ვარ სადმე იმეებშიც, ჩატებშიც არა გაქვს სურათი. ხო? მე მეუბნებით? ყველას და შენ, ხო, იმიტომ რომ შენ უნდა გაგირჩიო ახლა. მე მიდევს სურათი ყველგან. აღრატო არ გიდევს? აქაც მიდევს და ალბათ არ ჩანს. არაფერი არ იყო, არანაირი სურათი, იმიტომ დავიწყე ჩხუბით, აბა. შეიძლება აქ. ტელეგრამზე თუ არ ჩანს, ტელეგრამზე არ მიდევს, მაგრამ აქ მიდევს. ანუ შემოდიან გოგოები ჩატში, მაგალითად ჩვენთან, ხო? არც სურათი არ აქვს ნორმალური, რაღაცა ვაფშე ბოდიში და რაღაც უაზრობა. არც სახელი ზოგი ვაფშე ნომრი გეგონება ისა ხარ, ახლა ციხეში ზის და ციხეში უწერიათ ეგეთი რაღაცები რა. ნომრებით არიან დანომრილები. სად არის ქალი, სად? მე სხვა ტელეგრამით ვარ შემოსული, იმიტომ რომ სხვათა შორის ბიჭები რომ იწერებოდნენ, მაქედან გამომდინარე. თორემ მე სხვა ტელეგრამიც მაქვს. მე რა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ შენ ხარ სიყვარული გოგო და უნდა მოდიოდი და უნდა გწერო და უნდა გიხარობი. ხაბარად არ მიგიხარობს, მე ომარი გოგო ხარ, შენ თავს დაიცა, ანუ გეშინი არავინ არაფერს არ იმასიზავს, რა ქვია, იმისთან და გოგო ხარო, ვაიმე. მე ბრძოლი. არო, მაგარი მე ბრძოლი გოგო ხარ და სხვათა შორის ნახე. ანუ ესე იგი პირველ რიგში, ну აი ეს არის, ხო ხედავთ, მარტო ჩემი ტელეგრამში რო არ მიჩვეული, უნდა გაზიარება ცალკე. ანუ აი ეს არის დაბლა, ეს არის შენი მატრიცა მთლიანად, ხო? ეს არის შენი რესურსი, შენი ნიჭი, შენი პულის კარმა, აქ დანიშნულებები და ასე შემდეგ. ეს პროგრამები არის და ეს კარმები, რომელიც არის პლუსში, რომელიც მინუსში. ეხლა ჩვენ გავარჩევთ დღეს, ვეხებით მხოლოდ ანუ კარმებს, რომელიც არის ურთიერთობას, რაც ეხება და პროგრამებს. ანუ ამ კონსულტაციებით მე მინდა თქვენ დაგანახოთ ყველას ის მომენტი, რატომ მე ვარჩევ აი გაშვაზე ჩემთან რომ მოდიან, ხო? რატომ ვაკეთებ მე ყოველთვის ბედის მატრიცასთან ერთად? იმიტომ რომ ბედის მატრიცაში არის ჩვენი სულის გზა, ანუ ის პროგრამები და ყველაფერი, რითიც ვარს მოსულები. და ეს პროგრამები ძალიან მოქმედებენ, ანუ ნახე, ნებისმიერ ფსიქოლოგს რომ მოусმინო, ანუ კოუჩებს ვიღაცებს რა, ყველა ეძებს, გეუბნება აბსოლუტურად ყველა, რომ ანუ არის რაღაცა პროგრამები, რომელიც ზის ჩვენში, რომელიც ჩვენ გვეშლის ხელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება ეს პროგრამები ეძებო დიდი სესიებით, ჩაღრმავებით, რაღაცებით და ასე შემდეგ. შეგიძლია გააკეთო ესე ბედის მატრიცა
და ეგრევე ყველა პროგრამა აგერ ჩანს, რატო, რისთვის და რანაირად და რა უნდა გააკეთო და ამიტომ მე როცა ვმუშაობ ადამიანთან, ჩემთვის ადვილი არის გავიგო ვინ არის ჩემს წინაშე, იმიტომ რომ მე რომ მატრიცას ვხედავ, მე უკვე ვხედავ რა ადამიანი არის ჩემს წინაშე, ხო? მე უკვე მეადვილება მისი სიტუაციის გარჩევა ნებისმიერ სიტუაციას რო ეხებოდეს. ანუ გინდა ურთიერთობა, გინდა პირადი დანიშნულება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი ეგრე ყველაფერი აქ არის. და ამ გარჩევით მინდა რომ დაგანახოთ თქვენ რატომ არის ეს კარგი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მატრიცა რომ აკერია პირზე ახლა ბევრი არ იცის რა არის და ამიტომ ასეთ საშუალებას გაძლევთ რომ თქვენ დაენახოთ ეს რა უნიკალური ინსტრუმენტი. ახლა ნახე, ჩვენ დღეს ახლა აი შევეხებით ჩვენ პირად დანიშნულებას კი არა, კარმას, ეს ურთიერთობის კარმა. ანუ ურთიერთობის კარმა არის როგორიც პარტნიორული დამოკიდებულება, ანუ ურთიერთობა. ანუ ეს შეიძლება სხვათა შორის იყოს არა მხოლოდ თქვათ მამაკაცთან, ეს შეიძლება იყოს ასეთი მეგობრებთანაც, შეიძლება იყოს თქვათ მეზობლებთან, რა ვიცი, ანუ ურთიერთობა საერთოდ რა. ნუ უფრო რა თქმა უნდა პარტნიორთან. ეხლა ნახე, ეს არის საერთოდ პროგრამა მეომარი ქვია მაგ პროგრამას. ანუ და საერთოდ შენ ესეთი გოგო ხარ, შემიძლია გითხრა, აი ისედაც რომ აი გადავხედო, ენა გაქვს ისეთი და გამოხედვა ისეთი, რომ შეიძლება ეგრევე რომ თუ რამე არ მოგეწონება, ისე შეხედო ადამიანს, რომ დაეცემა ძირს საცოდავე. და ხომ ასეა. და გაშეშტება ეგრევე სადაც იდგა. ეს არის აქსიომა, პლუს კიდე ძალიან მეგობრული გოგო ხარ, კი ბატონო, მაგრამ ამავე დროს გიყვარს შენთვის ყოფნა რა, მარტოობა გიყვარს ახლა საერთოდ სწავლაც უნდა გიყვარდეს წესით, ნუ გაინტერესებდეს ყოველ შემთხვევაში, ანუ თუ რამე გაინტერესებს, შენ მაგით მართლა ჩაუღრმავდები მაგას. მე არ გეუბნები, რომ ანუ სწავლა ყველაფრის თქვათ ახლა, როგორც სკოლაში რო არის, ხო, ყველა საგანი. არა. თუ რამე მოგწონს, თუ რამე გაინტერესებს, ყველა ვარიანტში შენ მაგით დაკავდები და პლუს ძალიან გამგებიანი გოგო ხარ. სხვათა შორის შეიძლება გეხერხება, უნდა გეხერხებოდეს, თუნდაც ან ლექსების წერა, ან ხატვა. არის ეგეთი რაღაცა, ძალიან სასიამოვნო, აი ხმაც ისეთი უნდა გქონდეს, სასიამოვნო ყოველ შემთხვევაში რა. ვინ გათქმევინებს ჩემ ხელში, მე ვლაპარაკობ აქ სულ, თუ რომ კი მოვისმენთ ჩემ ხმასაც. მაგრამ შეიძლება გკითხო კიდევაც რამე. ხო. და ანუ ნახე კიდე და რა ხდება ურთიერთობაზე. ეს არის პროგრამა მეომარი. ეს საკმაოდ როგორი თემაა, იცი? გოგოსთვის არ არის იმდენად ადვილი, იმიტომ რომ აქ თუ არის პლუსში თუ არის კი ხო კაი, დაუშვით, იცის დათმობაც და იცის კაცის ფასი და რაღაცა. თუ არა და აქ როგორი მომენტია, აქ იცი მეშვიდე ენერგია ძალიან აქტიური ენერგია საერთოდ რა. მე თვითონ შემიძლია, მე თქვენ არაფერს არ შეგეხვეწებით, მე თვითონ გავაკეთებ და პლუს კიდე აი გინდათ ურთიერთობაში როგორ პლუს კიდე აქ არის როგორი მომენტი, იცი? ისეთი ენერგიები ამაში შედის, როცა შეიძლება იყო დაჟე სხვერპლი იმ დონეზე, რომ აი უნდა ვემსახურო და ეს სიყვარულიც, ანუ ლიდერი ხარ რა ურთიერთობაში. მე ვლიდერობ, მე ვაძლევ სიყვარულს, მე ვაძლევ ყურადღებას, მე ყველაფერს ვაძლევ, მე ვზივარ და ვიძახე, რატო მე არ ვუყვარვარ ამას, რატო, რასოც არის ყურადღება, ჩემი ყურადღება საწავიდა. ხომ ასეა? ხო ხარ მასე? კი. იმიტომ რომ ხარ როგორ იცი, ქეთი მიშველი სიტყვა ზალიუბლევანია, რას ნიშნა, როგორ თქვა ქართულად, ზალიუბლევანია. ანუ ძალიან ბევრ სიყვარულს რო აძლევს ადამიანს, სანამ ეს ადამიანი უკვე არ დაიწვება. ქეჩის დაიკარგა. აი ამით გამოვიჭირეთ ქეჩის, უსმენთ თუ არა, ხო? ანუ ეს რა არის მე-19 ენერგია, ნახე, ეს არის როცა ადამიანს აქ დაჟე იცი მე-12-თან ერთად არის, მე-12 არის სხვერპლის ენერგია ცოტა რა. და ამიტომ უფრო იმდენ სიყვარულს ვაძლევ ადამიანს რა, რომ ის ადამიანი მართლა იწვევს უკვე ამ სიყვარულში, ბევრ ყურადღებას აძლევ, გაიგე? მოდი იცი როგორ გავაკეთოთ. აი ბოლოს შენი თქვათ ურთიერთობიდან რა შეგიძლია გააკეთო, ან შენ რა არ მოგწონს, ან რატომ მოგინდა შენ რომ ეს გავარჩიეთ. ეს უბრალოდ ერთი
ასეთი მიმოხილვა გავაკეთე. ხო და შენი მატრიც, ну, ეს ისე რა, ასე რომ ვთქვა, ერთი ხაზი. ხო და აბა შენ მითხარი რატომ მოგინდა ან რას გრძნობს შენ რა პრობლემები უკვე გაქვს იმიტომ რომ საკმაოდ პატარა გოგო ხარ მაგრამ ეხლა ჩვენ აქ არ არის ბედის მატრიცაში ნახსენები რომ აი თქვათ მამუკასთან ან ნოდარისთან როგორი ურთიერთობა გექნება აქ არის იმენა ზოგადად შენ რა გინდა მამუკასთან იყავი გინდა მალხაზესთან იყავი და გინდა ნიკუშასთან ყველასთან გექნება ერთი რა დაიგივე რაღაც მომენტები. უბრალოდ შენ თვითონ რას გრძნობ უკვე და რატომ რა დაგაინტერესა, რა მოგინდა, რა გინდა რომ გაიგო. აი მაგალითად ჩვენს ურთიერთობაში დიდი ხანია ერთად ვართ, ანუ ჩემი პირველი პარტნიორი არის ეს ადამიანი. და სულ მასაც პრობლემები აქვს. სულ მეც ჩემს რაღაცეებს იმავშვები. მე ჩემ რაღაც პრობლემებს ვხედავ, ანუ საკუთარ განვითარებაზე ვფიქრობ, საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. და ის თავისაზე და აქედან გამომდინარე ყურადღებასაც ვერ მაქცევს ისეც. და მეც აღარ ვითხოვ უკვე, ანუ აღარაფერს აღარ ვამბობ. ერთადერთი ვფიქრობ, რომ მე განვითარდე, ვისწავლო და დანარჩენი უკვე უფალს მივანდო და სამყაროს. ასე არის, კი ბატონო. იმიტომ რომ ნახე, მე 16 ენერგია, აი აქ თუ ხედავ, მე 7 თვითონ და მე 5. ეს უკვე რას ნიშნავს? იცი რომ ადამიანს პრინციპში შენ გექნება აუცილებლად ჩაგაგდებენ ისეთ სიტუაციებში, სადაც მოგიწევს იმენა სულიერი განვითარება. აუცილებლად და გაქვს შენ კიდე როგორი მომენტი იცი даже არ გამიკვირდება რომ შენ თვითონ რო გაივლი ურთიერთობები შეიძლება იყოს მძიმე იმიტომ რომ შენ არ ხარ ფისო გოგო გაიგე შენ ძალიან როგორ მიზანდასახული გოგო ხარ და ანუ მე-16 ენერგია არის როგორ იცი პირად დანიშნულებაზე როცა მართლა გეუბნე აი ადამიანს ეძლევა ნუ სულმა აერჩია რა რაღაცა გზები ვერ გეტყვი რომ შენ ახლა ამას ვერ გადაიტან ვაფშე ძალიან მაგრად გადაიტან და ვერავინ ვერც გაიგებ იმიტომ რომ სულ იქნებ გაღიმებული სუკა ხასიათზე ისეთი გოგო ხარ ვერ არც იმ კაც არ აჩვენებ რომ შენ შეიძლება მთელი ღამე გაატენე რილში და მთელი ღამე თქვათ ეხა შეიძლება წერ მესეჯებს და შლი მაგრამ ვერავინ ვერ გაიგებს შენ ნამდვილად როგორ იყავი და ეს ყველაფერი შენ გეძლევა იმისათვის და ეს რომ მოხდეს შენი განვითარება პირველ რიგში პლუს კიდე ეს შენი გამოცდილება არის საჭირო სხვებისთვის იმიტომ რომ ადრე თუ გვიან შენ დაეხმარები სხვა ადამიანებს იმიტომ რომ გაქვს ესეთი აი მზე გოგო ხარ მე-19 ენერგია გაქვს იცი ანუ ნუ როგორი ენერგია მოდი ახლა ისე რომ გითხრა ზოგადად ბევრი ცოდნა დეს შენში ეს ცოდნა რომ გაიხსნას ცოდნა ყოველთვის იხსნება პარტნიორის მეშვეობით რა ანუ შენ კი ვითარდები და კარგია რომ უკვე დაიწყე მოიცა ადრე ხო არა გაქვს მე-16 სადმე არა მე-12 გაქვს ხო ანუ შეიძლება შენ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები რომ აი როცა არავინ არ დაგეხმარება და даже არ გამიკვირდება ნახე რა არ გამიკვირდება რომ შენ თვითონ მოგიწევს ყველაფრის გარჩევა რატომ ეს ხდება ჩემ ცხოვრებაში და ან რისთვის და შენ თვითონ დაიწყებ ამის გამოძიებას იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი არავინ არ შეხვდება ისეთი ვინც შენ დაგეხმარება ეს სადღაც 29 წლამდე არის ეგეთი მომენტი მაგრამ მაგის გამოსწორება შეიძლება შენ თვითონ ახლა იცი რატო იმიტომ რომ შენ აი ნახე სულიერი მოზღვარი გაქვს პირად დანიშნულებაზე ეს რას ნიშნავს იცი სულიერი მოზღვარი არის ადამიანი რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ძალიან დაინტერესებული უფრო მატერიალური ცხოვრებით მაგას შეიძლება არც წამდა, არც ღმერთის და არც ეზოტერიკის და არც არაფრისა რა, ვაფშე არანაირად რა, არც სულიერი განვითარება, არაფერი მაგას არ უნდოდა. და შეიძლება даже თვითონ ესეთი პიროვნება იყო, რომ აი დაუშვათ, ხო იყო ადრე, რომ თუ ისტორია იცი, ხო ნუ მე რამდენიც რომ აი წვავდნენ იმას, რა ქვია, ასეთ ადამიანებს, გინდაც ახლა კლავდნენ, რამდენი მღვდელი მოკლეს და ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა პერიოდებში რა.
ანუ ადამიანს და შეიძლება შენი სული იყო ეგეთი ტიპაჟი რა. იმიტომ რომ როგორ არის იცი, საერთოდ კარმა როგორ მუშაობს. ჩვენ როცა ადამიანს ვინმეს რამეს ვუკეთებ ცუც, ასე რბილად რო ვთქვათ, ხო? ან ნუ გულს ვტკენთ, ან თუ დაუშვათ ეს ხდება, ანუ კარმა მოგივა ან დაუშვათ ამ ცხოვრებაში, ან შემოდის ან შემდეგ ცხოვრებაში, გაიგე? და ამიტომ ახლა შეიძლება თუ უკვე შენ გრძნობ სირთულეებს უკვე დაიწყე, ხო? შეიძლება შენ თვითონ არაფერი დაგიშავებია, დაუშვათ, ხო? და შენ უკვე გრძნობ ეგეთ რაღაცებს, უსამართლობას შეიძლება გრძნობ ან რაღაცა თქვა გულის ტკენას და ასე შემდეგ. ესე იგი იცოდი რომ უბრალოდ შენმა სულმა აი ეს აირჩია და იმიტომ შენ ეგრევე ნახე დადექი შენს პირად დანიშნულებაზე. ანუ უკვე შენ სულს შეიძლება იმდენი დანაშაული ქონდეს, რომ უკვე შიშისგან ეგრევე დაიწყო, მოდი დავიწყო, ეხლა ეგრევე გავიგო რამჭირს, გაიგე, განვითარება წავიდა სულიერი უკვე შენ ხო იძახე შენასახში ძალიან იშვიათად რომ ვინმე თქვას რომ იცი რა არის მე ახლა ჩემი სულიერი განვითარებით ვარ დაკავებული რა ასლაპა ეს არის იშვიათობა ძალიან მაგარი იშვიათობა რა და ამიტომ შენმა სულმა ეთყობა დაიწყო უფრო მალე იმიტომ რომ დანახ დაუხმარებლად არავინ არ დაგეხმარება თავი იმიტომ რომ მე-12 ენერგია მინუსში იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს ეს ნუ არ ეხმარებოდა არავის ანუ ნახე ნუ დაუშვოთ ახლა ვიღაცა მოვიდოდა იმ ადამიანთან ეთყოდა რომ შენი დახმარება მინდა აი ცუდათა ვარ მომეხმარე რაღაცა აი რჩევა მომეც და დავაი რა დაახვია რა აი მიწადი იმუშავე და ფული იშოვე აი ეგეთი ტიპაჟი იყო გაიგე და ამიტომ ახლა რომ მოდის უნდა იწვნიოს გაიგე შეიძლება შენ ვინმე სთხოვ დახმარებას და არ გეხმარებიან ეს даже შეიძლება ნათესავებითანაც ქონდეს ეგეთი პრობლემა სხვა შორის რა ამიტომ 12 ენერგია პრინციპში ეგრე მუშაობს ერთადერთი ძალიან კარგი მომენტი გაქვს შენ რომ ეს ამ ენერგია მომწონს რომ გაქვს პლუსში ой, მე ღმერთო ჩემ, აუცილებლად ნახე, მოდი ჯერ ეს გითხრა. აუცილებლად ერთი რამე დაიმახსოვრე. შენ თვითონ ეს განვითარება გეძლევა იმისათვის, რომ შენ თვითონ მიიღო რამე, თქვა, სოდნა განათლება, არ აქვს მნიშვნელობა შენ ახლა გახდები ფსიქოლოგი დიპლომირებული, ან დაუშვათ კურსებს გაევლი რამეს, ყოველ შემთხვევაში, რასაც შენ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაეხმარო სხვებს. იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ნახე როგორი მომენტი ხდება მოდიან შენთან ადამიანები შევა დაქალები მოდი ასე ვთქვათ ან ახლობლები და ვინც გეწუწუნება რომ ისევ გთხოვენ რომ აი მოდი რა ანუ როგორც ეს რა ქვია ბალიში ხარ იმისთვის რომ იტირონ რა მაგრამ ეს შეიძლება გაღიზიანებდეს შენ და აქედან გამომდინარე ეს შეცდომა არ გაიმეორო. შენ პირიქით, შენ უნდა დაეხმარო და დაჟე შენ რო იქნები, თქვათ, ეს ადამიანის სულიერი მოძღვარი, როცა გახდები და შენ გახდები, იმიტომ რომ აქ ნუ აუცილებლად სირთულეების შენ შემოგიტანს, ეს არ არის თუ არ შეგეშინდეს. იმიტომ რომ ეს ისივ ისის შენთვის კარგი, იმიტომ რომ შენ მაგარი გოგო გახდები ძალიან რა. და იმდენ ცოდნას აიღებ, რომ მე სხვებისთვის იქნები ძალიან საჭირო და ისე კარგად დაეხმარები, უბრალოდ პრაქტიკას რო დაიწყებ და დახმარებას რო დაიწყებ, შენ შემთხვევაში ზოგჯერ მოგიწევს, даже იმაზე მეტად თქვა, აი, ვიდრე სხვებს, უფასოდაც კი დაეხმარო. გაიგე? ანუ ეს გაითვალისწინე. იმიტომ რომ შეცდომა არის, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი ცუდი მოვლენები არის, არ გეტყვი, იმიტომ რომ მე არ მინდა, მე არ მჭირდება, რომ ახლა დაიხვიო. უბრალოდ ეგიცოდე, რომ უფასოდაც მოგიწევს დახმარება რა და ბევრი მოვა შენთან დასახმარება და შენი პარტნიორიც შეიძლება შენ რაღაცას გაჩვენებს, გაიგე? აი ამას ეხლა ჩვენ ხო აქ გაშლა არა გვაქვს რომ თქვათ ეხლა მე შენი სიტუაცია გავარჩიო უბრალოდ გეუბნები რომ ეს მე როგორც გაგაფრთხილეთ რომ ეს კარმა ურთიერთობის აჩვენებს აი იმასაც და ამასაც ანუ ხო მივხვდი ხო მეთანხმები ხო მასეა დიახ კი და აი მაგალითად სირთულეები რომ მოდის ხო მარტო მიწევს გამკლავებას სრულიად მარტო და დანაშაულის გრძნობა მიჩნდება იმიტომ რომ მეთქი ანუ რას ვაშავებ რას ვაკეთებ შენ გაქვს მე-19 ენერგია. თან პირად არავითარ შემთხვევაში არანაირი დანაშაულის გრძნობა არ უნდა კონდეს. მე-19 ენერგიის, ანუ ეს არის ძალიან მაგარი ენერგია, ეს ბედნიერების ენერგია. გაიგე, როცა ადამიანი თვითონ შეუძლია იყო, ანუ როგორც მზე, შენ რო სადმე შედიხარ, ხო? მზე ხარ.
გაიგე, შენთან ურთიერთობა უნდათ, იმიტომ რომ იღიმი, თვილი ხარ, შეიძლება ხუმრობაც იცი, იუმორი გაქვს კარგი, გაიგე და ბავშვებს უნდა უყვარდეს სხვათა შორის ძალიან რა და ეს რა ქვია, ცხოველებს, ბავშვებს, აი ეგეთი რაღაც თბილი გოგო ხარ, გაიგე ძალიან და ამიტომ ამ შემთხვევაში ეს რა ქვია, დანაშაულ 19 ენერგია სულ პლუსში ითამაშებს თუ შენ არ დაიწყე ეს ბაიმე და ეს რათო ну აი დანაშაულის გრძნობა, короче, ამოაგდე რა, მოდი ასე გითხრა რა. იმიტომ რომ არ შეიძლება მინუსში ჩააგდებ ეგრევე. არა, შენ აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო. შენ იმ შემთხვევაში მოიკეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყავი. შენ სხვანაირად არ შეგეძლო, იმიტომ რომ ესაც არის შენი გამოცდილება და ის შენი საქციელი შენთვის რაღაცისთვის არის საჭირო. всё. არანაირი დანაშაული. მიხვდი, როცა ქალს მეტი-მეტის ამდენი 19 ენერგიები აქვს და ის მერე დანაშაულის გრძნობა აქვს, ეს ძალიან ცუდია. არანაირი დანაშაულის გრძნობა, ეს საერთოდ აი შემწყვა და მე მენანება და მე ის რატო ვქენი და ის არა. მიხვდი? არა. და ერთსაც კიდე გეტყვი, რომ ნახე, შენ გაქვს ძალიან კარგი ენერგია, მესამე ენერგია გაქვს შენ პლუსში. მესამე ენერგია პლუსში, როცა აქვს ქალს, ეს არის, ანუ იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შექმნა ოჯახი და შვილები გააჩინო. და შენ თვითონ უნდა ბავშვებთან, ну, დედა ესეთი უნდა იყო, რომ თუნდაც ძიძას თუ გეყოლება, უფრო მეტი დრო შენ უნდა დაუთმო შენ ბავშვებს. იმიტომ რომ შენ გეძლება ძალიან დიდი წარმატება, გინდა ხელოვნობაში, გინდაც აი როგორც მასწავლებელი, როგორც პედაგოგი, ქალების კოლექტივში ძალიან დიდი წარმატება გეძლება და პლუს კიდე მატერიალურადაც კარგად და პლუს როგორც ქალი, ანუ შენ გაქვს, იცი როგორ, ანუ ქალური ძალა გაქვს ძალიან დიდი რა. და ბავშვები, ამიტომ, ну, კარგი დედა, პლუს კიდე ასეთ ქალს ეძლევა ყველანაირი სიუხვე კაცების მეშვეობით, ანუ კაცები თუ ეს მოგიტანებენ ყველაფერს პადნოსით რა. ანუ ეს გეძლევა პლუსში. არ გააპუჭო, იმით რომ მე თვითონ, გაიგე? ეგ მაქვს, ხო, აი ეგ მომენტი მაქვს, რომ მე თვითონ. ეს არის, ნახეთ, ეხლა მე აი ეხლაც გოგოები მწერენ უკვე, იმიტომ რომ ვთქვი YouTube-ზე ვთქვი და ეხლაც ვამბობ, რომ საერთოდ მე მინდა რომ გავაკეთო აი ესეთი ძალიან დიდი აი ესეთი პროექტს ვაკეთებ ჩვენ ახლა მე ქეთი და მეორე ქეთი, ну ახლა ვინც არის კლუბში კი იციან, ძალიან მაგარი ქალებისთვის, იმიტომ რომ ნახე, როცა მე რით დავიწყე, რომ კაცებს ვერ ვხედავ, ხო? ну აი ეს თუნდაც ისა და აი ეს მე რომ აქ ეს იცი როგორ კაცთან მიდგომა უნდა შეცვალო, გაიგე? კაცის სხვანაირად უნდა დაინახო კაცი. კი, ეს არის პროგრამები და ასე შემდეგ, ყველას თავისი პროგრამა აქვს, რატომ იქ შეიძლება მამასთან პრობლემები და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე უნდა იმუშაო აუცილებლად, იმიტომ რომ ეს მე შეგიშლის ხელს. ძალიან ურთიერთობებში, იმიტომ რომ კაცს უნდა ქალი და არა კაცი და შენ როცა ხარ მე თვითონ, ანუ შენ ეგრევე კაცს ართმევ მის შენ თვითონ ხარ რომელი კაცი, რომელი გიჟი, თქო შენ ხარ, შენ თვითონ თუ გინდა ახლა მე რა ახლა ვინ იზრუნებს, არ ჯობია დივანზე დავწამოვწვე? ხო, იმიტომ რომ შენ გააკეთე ეს მომენტი. თუ ერთჯერ უთხარი, ვერ გაიგონა, всё, წახვედე თვითონ გააკეთე. ანუ 100-ჯერ მე არ დაგიწყებ. თან ახლა როგორი მომენტი გაქვს კიდე, იცი? ანუ მე თვითონ უფრო კარგად გავაკეთე. ან შეიძლება ეს პროგრამა გინდა გააკეთო რამე კარგად გააკეთე შენ თვითონ. ეს არის კაცებმა იფიქრონ ამაზე, ქალმა არა, გაიგე და ნუ გააჩინე შენ თუ დაუშვეთ საქმეში, კი ბატონო, მაგრამ ურთიერთობაში ეს არ მუშაობს. არა. არა. ну აქ ახლა კი ეს ძალიან ღრმა თემა არის, იმიტომ რომ როლები არსებობს კიდე სხვადასხვა, სადაც ჩვენ გვერევა, ანუ ამაზე სულ ყველაფერზე ჩვენ მე ვისაუბრებთ, მე ახლა აუცილებლად გასწავლეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან უშლის ხელს ქალებს იმენა ურთიერთობაში, როცა გვერევა როლები, იმიტომ რომ ზოგი ქალი სამსახურში თქვა არის ხელმძღვანელი, სახლში მოვიდა და დაავიწყდა რომ სახლში მოვიდა და ხელმძღვანელობას ატარებს კაცთანაც და მერი შვილებთან, ხო? და ავიწყდება რომ სახლში რო შკარები რო შემოაღო,
უკვე მაგის როლი შეიცვალა. უკვე დედა არის და ცოლი არის. ქმართან ოთახში შევიდა, უკვე ცოლია. შვილებთან ოთახში შევიდა, უკვე დედა. და აი ეს როლები, როცა ჩვენ ვიცით, მაშინ ძალიან მაგრად ლაგდება ყველაფერი. როცა ჩვენ ეს სულ ყველაფერი გვერევა, აი მაგ შემთხვევაში მიდის მთელი უბედურება. ხო და ამიტომ იცოდი რომ ეს მომენტი არის. პლუს კიდე აი ნახე ორჯერ გეძლება აუცილებლად ძალიან კაი დედა უნდა იყო. აი ძალიან კარგი დედა უნდა იყო, აი გეუბნები რა, ეს არის აი მაგაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ანუ მე თვითონ ისე გავიზარდე უდედოდ და მინდა რომ ანუ ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე, რომ ჩემი შვილისთვის კარგი ვიყო, ესე რა ვთქვათ, კარგი დედა. ხარ ერთადერთი ნახე შენ არადაბადებული ბავშვის პროგრამა, ანუ ეს როგორი პროგრამა, იცი დედასთან ან უდედოდ იზრდება ბავშვი, ან დედა ნაკლებად აქცევს ყურადღებას და ამიტომ ეს პროგრამა არ ჩაერთოს, როგორ იცი, ანუ დედაზე წყენები არ კონდეს რა, თუნდაც არ იცოდე დედას. დედა სად გარდაიცვალა, დედა თუ იცნობდე დედა? დედა ეხლა გარდაიცვალა და ანუ მანია? არა, ახლახანს გარდაიცვალა რამოდენიმე ერთი კვირის წინ და უფრო ანუ სხვანაირი ის მაქვს, ანუ წყენებიც უფრო აღარა მაქვს, ანუ მანამდე დიდად არ მქონდა, მაგრამ ეხლა უფრო სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ანუ ხო, იმიტომ რომ იცი როგორ არის, ამას მიხვდები შენ თვითონ. რომ დედასთან, დედა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ იცი, ანუ როგორ მიიღო, იცი? ეხლა კი როცა დედა მიდის, მე უფრო სინანული კი გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ერთი რამე იცოდე, რომ დედამ მომცა მე ყველაფერი, რაც კი შეეძლო. იმიტომ რომ ეს ურთიერთობებზე იმოქმედებს იცოდე. დედამ მომცა მე ის, რაც უნდა მოეცა. მეტი მას არ შეეძლო. თუნდაც ის მომენტები, რომელიც შენ დედისგან გწყინდა, დაჯექი, არ დაგეზაროს და დაწერე. აი მე ეს დედა ჩემისგან მწყინდა. აქედან კარგი რა გამოვიტანე? აი მაგალითს გეუბნები, ნუ დედას პრობლემა მე რა ვიცი, სულ მქონდა მთელი ცხოვრება და ეხლა უკვე ვასწორებ რო ვიტყვიან რა და ამაზე ტრენინგიც მაქვს კლუბში სხვა შორის. მაგ თემაზე და იქ უფრო ხსნი მაგაზე, იმიტომ რომ აი მაგალითად მე რო დედაჩემთან მქონდა ცოტა ესეთი ომები იქ როცა რუსეთში გადავედი, ხო? ანუ დედაჩემმა თავისი საქციელით, ეხლა შემიძლია თქვა, თავისი საქციელით, ხო? მაშინ უსაქციელობა მეგონა. გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მე წამოსულიყავი, დაუბრუნებული ვიყავი ისევ საქართველოში. და დედაჩემს რომ აი ის საქციელი არ ქონოდა, მე ვერ დავბრუნდებოდი საქართველოში. აი თბილი ურთიერთობა რომ მქონოდა დედაჩემთან, მე ახლა ვიქნებოდი დედაჩემთან რუსეთში სახში ვიჯდებოდი, ისე და ვიქნებოდი უბედური, იმიტომ რომ ვიცი რომ აი ვიქნებოდი. შეიძლება ბედნიერი, მაგრამ ნახევრად. მაგრამ აი ამ დედაჩემის უსაქციელობამ გააკეთა ის, რომ მე დღეს ცხოვრობ იქ, სადაც მე მინდა ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა, სიამოვნებს და ცხოვრობ ჩემი ცხოვრობით, აი სრულიად ბედნიერი ვარ. გაიგე? როცა დედაჩემს რატო? იმიტომ რომ მაშინ დედაჩემი ისტერიკამდე მივყავდე დედაჩემს, ხო? მაგრამ ეს პლუსად დედაჩემა, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებს ვირჩევ ჩვენ თვითონ და ეს მშობლები მაქსიმალურად რითიც შეუძლია გვეხმარებიან ჩვენ თუნდაც იმ არასაქციელებით, რომელიც ჩვენ გონია რომ არასაქციელია. ამ დროს ამისთვის ეხა კი ადვილი არის და პლუს ეხა მისაღებია რომ დედაჩემი მთელი ცხოვრება არ დამინახე რომ გარეთ გასულიყო პომადის გარეშე და მანიკურის გარეშე და პრიჩოსკის გარეშე, მასე ვარ მე მთელი ცხოვრება. ეს პლუსი, ეს კარგია რომ დაენახო, ხო? მაგრამ აი ეს უარყოფითი რომ გადაიყვანო შენ პლუსში, შენ იცი როგორი მადლიერებით, აი ის ყველა პატარა რაღაცები, რაც კი გაწუხებს, რომ გადაიყვანო პლუსში, დააკვირდა, აი პროსტ გაანალიზე. აი ნახავ შენი ცხოვრება როგორ ბევრად უფრო კარგი იქნება. ბევრად. აი ყველან აიცი ეს იმიტომ რომ ეს როცა ჩვენ გწყინს მშობლებს გვაქვს მიუღებლობა. ანუ და შენ რო ხარ ნახევრად დედისგან შექმნილი ნახევრად მამისგან, ანუ შენ ეს იგი რაღაცა შენს ნაწილს უარყოფ. იქიდან მერე მოდის ზოგჯერ დედას აყენებენ პარტნიორის ადგილზე და დედას მინდა დაუმტკიცო კარგი გოგოობა და ამით უმტკიცებ პარტნიორს. ნუ ეს ძალიან ღრმა თემა არის, საერთოდ ამაზე აუცილებლად იქნება საუბარი
იმ კურსზე, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, იქიდან დავიწყებ, მაგრამ ეს უბრალოდ ახლა, ну, გეუბნები, რომ იცოდე, так, всё, მე შენ კონსულტაცია ჩაგიტარე. უх, მადლობა. დიდი. всё, მივხვდი, ახლა ბევრ რაღაც პატარა გოგო ხარ და უბრალოდ მინდოდა რომ მეტი რო გწოდნო და რაღაც მომენტები, გაიგე? ხო, აი ხო, მე აი იცით რა მაინტერესებს? ხო. აი სირთულეებზე რო იყო რაღაცა, ვერ გეტყვია. რეალურად სულ სირთულეებს გამოდივარ ბავშვობიდან, მაგრამ მომწერეს რომ ეს გოგო მეორე სადღაც დაეკარგა, კარგით. აბა მითხარი და მაშინ შენ დაგეთმობ მაგ დროს. აბა მითხარი რა თქვი? აი რაღაცეები ჩანსო, რაღაც რთული ისინი, ამას ვერ გეტყვიო, პატარა გოგო ხარო თუ რაღაც. ხო და რაღაც მე ისე კი არ გეტყვი. რატო? აი, იმიტომ რომ ნახე ადამიანს აქვს ძალიან ცუდი პროგრამების მეტი რა გაქვს, იმდენი პროგრამა გაქვს, იმდენი პროგრამა გაქვს, რომ რა ერთი რამე ისე რა ქვია, იცოდე არ გაიკეთო არანაირი აბორტები, არაფერი სანამ არ დაორსულდები. და მამასთანაც შენ მე მგონი პრობლემები გაქვს. ან მამასთან ხო? უეჭველი. და თუ ხო, რომ თუ კი, იმიტომ რომ თუ შენ გრძნობ რომ და უპასუხეს, ნახე, მამასთან თემა როგორია, აი ორი სიტყვით ამასაც აგიხსნით. ორი არის მომენტი. პირველი, თუ მამას ან მე მინდა რომ ჩემი ქმარი იყოს ან პარტნიორი ისეთი როგორიც არის მამა ჩემი, ან მე არ მინდა რომ ჩემი პარტნიორი იყოს როგორც მამა ჩემი. და ამ არ მინდათი შეიძლება, ნახე, როცა ამბობს რომ მე მინდა როგორც მამა ჩემი იყოს ეგეთი პარტნიორი, მაგ შემთხვევაში უჭირს ძალიან გოგოს, იმიტომ რომ სულ ეძებს მამას პარტნიორში და აკისრებინებს იმას, რომ დაუშვათ, ну, არა ხარ შენ ისეთი და ну, თქვა, ну, უნდა რომ იგივე იყოს რა და მე პრობლემები, იმიტომ მამა პარტნიორი არ არის მამა, ის вообще უცხო ვიღაცა მოვიდა. და თუ დაუშვათ პირიქით არის რომ არ მინდა შეიძლება შემოვიდეს ეგეთი, ესე იგი რაღაცა გაქვს დასამუშავებელი და პლუს კიდე აქ არის, ნახე, თუ დაუშვათ მამასთან, მამისგან რამე ვერ მიიღო გოგომ, ხო? და მამა არის პირველი მამაკაცი გოგოს ცხოვრებაში, აი მაგალითი მამაკაცების, გაიგე? და ამიტომ არის ან მინდა ან არ მინდა რა, რო ყალიბდება გოგო. ხო და ამიტომ როცა მამასთან არის ეს ვერ მივიღე სიყვარული, ვერ მივიღე სითბო, ვერ მივიღე გაგება, ვერ მივიღე ზრუნვა, ვერ მივიღე ყურადღება, მერე უკვე შევდივარ ჩვენ პარტნიორი რო შემოდის, ჩვენ მაგისგან, პარტნიორისგან ვითხოვთ ამ ყველაფერს, გაიგე? ეს ქვეცნობიერად ზის ჩვენში და ჩვენ ვართ მერე როგორიცი, ანუ უყურადღებო ხარ, არ მირეკა, არ ზრუნავ ჩემზე და ეს კაცი გიყურებს, ასე ვერ გავიგე რა ხდება, გავ, აი ეგეთი რა, იმიტომ რომ ის ვერ ხდება, შენ რა გინდა ჩემგან, ახლა ის შემოვიდა ეს პიროვნება თავისი რაღაც პროგრამებით, ასე ვთქვათ, იმას вообще საერთოდ ახლა იმას როგორც შეუძლია გამოხატას და ის ფიქრობს, რომ ზრუნავ ახლა ვერ გავიგე, ხა მე ხო დაგირეკე დღეს ხო გითხარი რომ მიყვარ ხარ. არა 15 ჯერ უნდა მითხრა, რას კი, იმიტომ რომ მამას არ უთქვია, ამიტომ ეს საცოდავი ახლა მამაშენის მაგივრად აგებს პასუხს. გაიგე, ამ და წურავთ ამ კაცს და მე ერთ გარბის დამანებით მამაშენი კი არა ვარ, გაიგე? აი ესაც არის ერთ-ერთი მომენტი და ამიტომ თუ ახლა შენ ცხოვრებაში შეიძლება შემოდიოდეს ეგეთი მამაკაცები, რომელსაც არ აქვს ის რა ქვია, არ ზრუნავენ, რომელიც აი თქვათ გაურბიან შეიძლება პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება იყვნენ მოღალატეებიც და რომელიც არიან როგორ გითხრა იცი, ანუ ძალიან ისეთი კონფლიქტები და რაღაცები და ну არ გეხმარებიან და ასე შემდეგ რა. ეგ კიდე აქ შეიძლება შენ უბრალოდ რა ანუ შეიძლება და კარგად დაფიქრდე, რომ კაცებს პატივს არცემ. ეგზეც არის, იმიტომ ხარ მე თვითონ, გაიგე, მე თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს ან მაგალითი, ან ისეთი სურათი, რომ ჩვენ ახლა ამ რო ყოფილიყო ეს ჩვენი კონსულტაცია ცალკე, მე შეგეკითხებოდი, ახლა შეგნებულად ალბათ არ გეკითხები არაფერს, იმიტომ რომ ისე რა ქვია,
ეს დაიდება, იქ სადაც დაიდება, ანუ არ მინდა რა. ეხლა ეს არ არის პრივატ კონსულტაცია და ამიტომ შენ უბრალოდ მე გეუბნები, შენ თვითონ ხვდები რა არის შენი, რა არ არის, გაიგე? იმიტომ რომ ეხლა სხვა კონსულტაციები, პირად კონსულტაციები ბევრი ამის შეგეკითხებოდი უკვე, აქ ესეთი თემა არის, რომ არ მინდა, იმიტომ რომ ცოტა მტკივნეულია რა ეს თემა, უბრალოდ გეუბნები და შენ თვითონ მიხვდები, რომ რა არის შენი და აა მე კი ხვდები რომ გიყურებ შენ ახლა ეს მეთანხმები თუ არა და ამიტომ შეიძლება რომ აი ეს მე თვითონ იმიტომ რომ თუ დაუშვათ ქონდა ესეთი სურათი სადაც დაუშვათ მამა არ ეხმარებოდა დედას თქვათ ან არ მონაწილეობდა თუნდაც შენ ცხოვრებაში ხო და მე უკვე აი ეს პროგრამა კიდე ჩაერთო მე თვითონ ამიტომ კაცებთან ურთიერთობაში შეიძლება იყოს ისეთი რომ აი შინაგანად პატის არცემ კაცებს გაიგე და კაცები ამას გრძნობენ და შენ რო ვცდილობ რომ მე თვითონ დაანახო, ო კარგი რა, თუ არც გააკეთებ და აქ მე თვითონ გავაკეთებ რა. აი 100 წელი არ მჭირდება შენი დახმარება რა. და ისე რა ქვია, თუ არა და მე აი ეგეთი რაღაც. ან შეიძლება ეჯიბრები, კაი, კაცებს რომ მეც ესე რა ქვია, სულ არ მჭირდება, აი ეგეთი რაღაცები რა. ან კიდე ვისაც მე არ მჭირდები, მეც არ მჭირდება და აი ეგეთი რაღაცები რა. კაროჩე, ეს სისულელეები ქალების რა. ნუ ეს სისულელეები რა, ახლა ნუ პროგრამები გაქვს რა. და ეს ყველაფერი მოდის აი მამაზე. მე ისე მამა მყავს პარტნიორში ჩასმული და მამა ჩემს აი ასე პინგ-პონგივით ვთამაშობთ. გაიგე და ამიტომ ეს არის აი ეს პროგრამები რა, რომელიც უნდა იმუშაო და რომელიც უნდა ნუ მოვიდა სული გამოცდილი აი ესეთი პროგრამებით. ამიტომ პარტნიორები შემოდიან ისეთი, რომელიც ეხმარებიან და ჩვენ როცა არ ვიცი რომ ეს მოვიდა დასახმარებლად ბრაზდებით, გაიგე და უარეს ვაკეთებ და მე შეიძლება სულ დაშორდე მე ამას და მე შემოდის მეორე იმასთანაც იგივე და ეს ერთი და იგივე და მე ეს ყველა კაცები არიან ერთნაირები ვიძახეთ, გაიგე? და ყველა ქალს ეს თავისი ერთნაირები არის მისთვის ერთნაირები რა რაღაც, იმიტომ რომ პროგრამას არ ამუშავებს, გაურბის. და იმიტომ ხვდებიან ერთნაირი ეს ყველა ეს ტიპები რა. სანამდე არ ნუ მიაგნე, აი მე სანამდე მართლა უკვე ასე თმებით არ გათრევს კარგად და მე გავიგო რა მჭირს მე რა არის იქნება რაღაცა ჩემი პრობლემა არის რა. ჯერ ხო თავიდან სულ ყველა კაცების სულელები თქვა ცუდები დავარქვათ ხორბილად. მაგრამ როცა უკვე მოვა ისეთი შემოვა რომელიც აი მართლა სიგიჟემდე შეგიყვარდება იმისთვის რომ უკვე აღარ იცის ის ღმერთიც რანაირად შევაგნებინო ამას რომ პროგრამა აგდა დაიწყოს მუშაობა. აი მე უკვე მიდიან ეზოტერიკაში და ფსიქოლოგიებსაც და თერაპიებში და რაღაცებში. მიხდი? აი მე ვარ ეგრე ამ პარტნიორის საშუალებით წამოვიდა ეს სულიერებისკენ, ხო? რომ მივეჯაჭვე ერთი პერიოდი. აი ზუსტად მაშინ და ისე ცუდად ვიყავი. კი ბატონო, იმიტომ რომ რა არის, ჩვენ ახლა ერთს მოგცემენ ნორმალურს რაღაცა, ის ცოტა ლაიტულად რაღაცა, არა, მეორეს, მაგრამ მე უკვე ვერ გაიგებ უკვე ნორმალურად რო გეუბნებიან, ხო? მე ნუ ეს ხო ცხოვრებაში სხვაზე ერთხელ ადამიანს შენიშნოს მისცემ წყნარად, არ ესმის, მე კიდე ეუბნები, მე უკვე ხმას უწევ, მე უკვე დაუყურებ, გააგდებ, ვთქვათ, ხო? აი ეს იმუშაობს ეგაც რა. ხო და ნუ შენ შემთხვევაში შენ გაგემართლა, იმიტომ რომ ძალიან ადრე მიხვდი რა, ძალიან კაი ბიჭია, მადლობა უთხარი მაგას. კარგი ბიჭი ხარ. ხო, ეგ აუცილებლად. მაქვს კი მადლიერების გრძნობა და რაღაც. მადლობა. და ჩემ ხალხზე ბევრი უნდა ვიმუშაო, ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, აი კი, ძალიან. შემოსიხარულო, კი, ნამდვილად და კაია რომ ეხლა დაიწყე და პირველ რიგში უნდა მე გეუბნები შენ თუ დაუშვი ჩემი დახმარება გინდა ჩვენთან კლუბში შედეგეთ კურსზე და პირველი არის იქ ანკეტის მე მიმართე და ანუ ის ტრენინგი რომელიც არის იდეალურ პარტნიორთან არ ვითარდებიან. იქ მე მაქვს ძალიან კარგი ტექნიკები რომელიც მე დამეხმარენ პირველ და მე არაფერს არ ვაძლევ არავის, რაც მე არ დამეხმარა, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ რთული მაქვს პერიოდი გამოვლილი ცხოვრებაში და ეს ყველაფერი რაც მე მაქვს მოძებნილი მაგარი ტექნიკები და რაც მე მიშველა და ჩემთან ვიცი რომ მოვლენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც უნდა ჩემი უშუალო დახმარება, ამიტომ მე ვუზიარებ იმას, რაც ნუ ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ჭკვიანი ადამიანების მოგონილია, მე უბრალოდ გამოვიყენე, მე დამეხმარა და მე მაგას ვაძლევ სხვებს. რო თქვენს რო გაიაროთ და იქ არის პრაქტიკები, მედიტაციებიც არის, მედიტაცია вообще ძალიან მაგარი ქვეცნობიერთან მუშაობს და უფრო ადვილად გვეხმარება და ნახავ შენ როგორ შეიძლება უკეთესობისკენ საერთოდ შენი ცხოვრება.
უკეთესობისკენ და რაც უფრო მალე დაიწყე ბედნიერ ცხოვრებას, მე მგონი მით უფრო კარგია. გაიგე? სხვათა შორის კი, ანუ სამყარო მეხმარება რომ ვმუშაობ ალბათ საკუთარ თავზე. ანუ პატარ-პატარა ნაბიჯებით თუნდაც ვხედავ რა იმ პატარა რაღაცეებსაც მაინც. კი, დაინახავ, იმიტომ რომ რა არის, შენ როცა უკვე მუშაობ, გაიგე, ანუ შენ თავთან, ესე იგი, საერთოდ მე აი რაც უფრო თვითონაც მე ხო სულ რაღაცას ვსწავლობ, ხო? და ეს მე ჩემით გამოვიტანე და ეხლა ამ ბოლო დროს კიდე ძალიან ისეთ უნიკალურ პიროვნებებს უსმენ და იმათმაც იგივეს ამბობენ, რომ ანუ კარმის დამუშავება ძალიან ადვილია, აი ძალიან ადვილია. უბრალოდ, აი ახლა შენ რო დავუშვათ, მე რო გეუბნები, რომ აი მამაზე გაქვს თქვა და ეს თქვა, ნუ მიუღებლობა რაღაცა, ხო? ან გინდა დედაზე წყენები, ახლა დედა რო გარდაცვლილია, ხო? ახალიდან შეიძლება თქვა რომ არა, მე დედა ჩემი მივხვდი, ხო, მივხვდი და არა. მე ხა ესა და ამ სინამდვილეში იცი რომ კი ნამდვილად მწყინს მე დედა ჩემის, იმიტომ რომ აი ასე ამას რომ მეუბნებოდ ეს მწყინს. აი როცა ამას აღიარებ რომ კი მწყინს, მე კი არ გეუბნე პლაკატებით გამოდი ახლა გარე და ხალხო აღიარა რომ დედა ჩემის მწყინს. არა, შენ თვითონ შენს თავთან დაჯეგი და თქვი რომ კი, აი ესეც მწყინდა, ესეც და როგორც გითხარი ეს ტექნიკა გააკეთე. და ნახავ რამ ხელა შველა გექნება, პროსტა გაგიჟდება და დედა შენი რო შეგიყვარდება თავიდან კიდე უფრო მეტად, იმ თავისი ასე თქვათ უარყოფითი ქცევებით, იცი რა ბედნიერი იქნები? აი ვერ აგიღწერ. აი ეს იქნება რაღაც და მამაზეც იგივე რო გააკეთო, ანუ მიიღებ. წარმატებაც გექნება, ურთიერთობაში წარმატება გექნება. აი ყველანაირად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აი ორი დიდი ლომი, დედა და მამა. და როცა ჩვენ მაგათ ვიღებთ. მე არ ვიძახე კონკრეტულად თქვა დედა ნათელა და მამა მამუკა. არა, ის პიროვნები არა. ანუ ეს თვითონ ეს წარმოედგინე ამ სულებმა აიღეს რა ქვია, თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ გვაჩუქეს სხეული, რომ ჩვენ მასულმას თხოვა და მე უკვე იმიტომ რომ სული როცა ირჩევს მშობლებს, ხო? ანუ იგივე ამოცანებითაც რა, ანუ ანუ არის ესეთი მოლაპარაკება, რომ მე მაქვს რაღაცა ამოცანები და მე გთხოვ თქვენ, რომ შემიქმნით ისეთი პირობები, რომ მე ეს გამოვიარო. მე ეს უნდა გამოვიარო. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს რამხელა ესეც რთულია, როგორია ეხლა მიდის შენ და მე გეტყვი რატო ვარ მაგაში დარწმუნებული და ეს არ არის ზღაპარი. მე როცა გავიარე ის ტრენინგი, რომელიც ეხლა ქართულად გავაკეთე, და მე ეს უცბად მე ვაფშე ერთ დღეში ჩემთან სასწაული მოხდა, ერთ დღეში მივიღე შველა, რომელიც ერთი 40 წელიწადი დამყვებოდა თუ მეტი არა რა. და დედაჩემთან მქონდა საუბარი და დედაჩემს რაღაც აი ეს თბილი საუბარი, რომელიც იშვიათობა იყო ჩვენს შორის რა. და როცა უთხარი მაგას, რომ აი დედა მეთქი, აი ძალიან მიყვარხარ მეთქი და მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის გააკეთე და გააკეთე მეთქი და მე ჩემი გაგებით ხო უთხარი და დედაჩემა მიხვდა, გაიგე და მე რას მეუბნე, როცა მე ვიყავი ყველაზე ცუდი შვილი, ცუდი გოგო, ანუ რაც მე მასე მეგონა, გაიგე, რომ დედაჩემს მე ასეთი ვგონი ვარ, გაიგე, მთელი ცხოვრება მასე მეგონა, რომ ჩემზე ცუდი არავინ არ დადეს ამ დედამიწაზე რა. ხო და როცა ეს სიტყვები რო უთხარი, დედაჩემი მეუბნება, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ ძალიან კარგი შვილი ხარ. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. და ახლაც მეუბნება პირველად, აი 54 წლის ხვდები. პირველად დედაჩემა, ეხლა რაღაცა სურათები, ეხლა ის ფოტოსესია რო გამიკეთე ჩემმა გოგომ და ჩაუგდე ჩემმა გოგომ დედაჩემს, ეთქო მე არ ვიცოდი და ასე ზის მე რო ურეკავ და მეუბნება, რომ ჩემი ლამაზი და ულამაზესი შვილია. ასე ვიჯეკე. ეს დედაჩემი ლაპარაკო, ასე ზის ხალი მეუჩემ დასო, ჩვენ ნახე ჩემი ულამაზესი შვილია. გეფიცებით ეს იყო აი ასე შოკი. ვერაფერი ვერ თქვი, გაიგე? ხო და იმიტომ რომ ეხლა ნუ ვის ამას გაიგებს ის ვისაც ცოტა რთული ურთიერთობა ქონდა და ხო და ამიტომ მაგრამ რა არის იცი რაც უფრო მეტი მიმღებლობა მაქვს დედის უფრო კარგად მიდის ჩემი ცხოვრება გაიგე და ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინე და ეს მნიშვნელოვანია ძალიან რა იმიტომ რომ გაკ მამასთანაც გაკ და სამუშაოებელი დედასთან მიღება
მიიღება. სულ მადლობა. მე მამაჩემს სულ ვეუბნები მადლობას. კი იყო რაღაცა მომენტები მტკივნეული, მაგრამ ეგაც პირადად მამაჩემს ჩემზე არა, აი დედაჩემის გამო მწყინდა რაღაცები, მაგრამ მადლიერი ვარ მამაჩემის, რომ დღეს რომ მე არ მიყვირს, რომ კაცი რომ მიტყვის მაგარი ხალი ხარ, ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი რა. იმიტომ რომ მამაჩემს ქონდა მაღმერთებდა. და ვიცოდი რომ აი ძალიან მაგრად ვუყვარდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცი? და მე არ ვეძებ კაცებში რა. მამის სიყვარულს, იმიტომ რომ ეს მაქვს ისე. ნუ სხვა რაღაცებს, ეს სხვა რაღაცა თემები. მივხვდი? იყო შენთვის ეს სასარგებლო ეს საუბარი დღევანდელი? ის ხოთა შორის უფალს ვთხოვდი, რომ მეთქი გზა მიჩვენეთქო და ეხლა რაღაცეები კიდე უფრო მეტად გავიაზრე და გავაცნობიერე. მადლობა უფალს. სხვათა შორის ეს მადლობა. ძალიან ტექნიკა, დიდი მაგარი ტექნიკა. როცა თქვენ რამე პრობლემის წინაშე დგებით, აუცილებლად, აი როგორც თქვენ გინდათ, მე მაგალითად ამას ვაკეთებ, პროსტა ღამე ვწვებოდე, თვალებს ხუჭავდე და ვეხვეწებოდე, ღმერთო, გეხვეწები, მაჩვენე გზა. ანუ ზოგი ეკლესიაში მიდის ამ თერსაცენ ზოგი მე ლოგინში წვებოდა და აი ასე ვეხვეწებოდე და ყოველთვის ღმერთი გვაჩვენებს ჩვენ გზას ყოველთვის რა და ეს ძალიან კარგი ტექნიკა და ოჩახ შენ იმიტომ რომ აუცილებლად ან მოგივა პასუხი даже ელემენტარული შეიძლება აი დაუშვათ ამას როს თხოვ თქვათ რაღაცა წიგნს კითხულობდი და მიაგდე და დაგავიწყდა და მე უცბად, ой, მოიცადე რაღაცა გავაგრძელო და აი იმენა ეს გაგრძელება იქნება, ერთ თვე არც აგიკითხია. აი აქ ექნება პასუხი. გაიგე? ან ადამიანს გამოგიგზავნის, ან ნუ რაღაცა აუცილებლად რა, ანუ ღმერთს ახლა რა სხვა ხელი არ აქვს და აი ამ როგორც შეუძლია იმას იმით დაგეხმარება. ყველა ვარიანტში. და ნახე შენ ახლა ბოლოს ჩაჯეკი ამ მატარებელში, ხო? რამდენი ხანი ვაცხადებ და აგერ ისე რა ქვია. ჩაჯეკი ამატარებელში და კი მიიღო დღეს კონსულტაცია პრინციპში თითქმის თლიანი ეს ანუ ჩვენ ხა გავარჩიეთ მარტო შენი პირადი კარმა და კიდე აქ იმდენი მაქვს ლაპარაკო რომ უბრალოდ ახლა ანუ ისედაც ბევრი ველაპარაკი მადლობა იმ გოგოს ხო ლორენას რომელიც არ შემოვიდა იმისი დროც შენ გაჩუკა გაიგე აი იმ გოგოსაც მადლობა უთხარი ეთყობა შენ უფრო გჭირდებოდა დღევანდელი საუბარი ჩემო ლამაზო მადლობა დიდი. გაიხარე ჩემო კარგო კაი, მე შენ დაგემშვიდობები. გემშვიდობებით მეც უღრმესი მადლობა და ბევრ წარმატებებს გისურვებთ კიდევ სულ წინ და წინ. ენაცვალე, მეც იგივეს გისურვებ, უფრო წარმატებული იყავი. და ყველაფერი კარგი იქნება. მადლობა. მე არ გაგაწყვეტინეთ, ლორენა იწერება, რომ ვერაფრით ვერ შემოვიდა. აბა რა გავაკეთო, რომ თუ ვერ შემოვიდა? არც ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ შემოსულიყო. ლინკერზე ვერ შემოდის? ხო, ვერ შემოდის. რაღაცა საერთო ხარვეზი ქონდათ, რამოდენიმე გოგომაც მოიწერა დახმარების ჩატშიც და დიდი ალბათობით იყო მათი რაღაცა ხარვეზი. ბევრი ვერ დაესწრო და მათ შორის მონაწილე ჩვენი. თქვენ ხართ მაგარი გოგოები, მაგარი გუნდი მყავს. მე ვიცი რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებ და თუ ამ კვირაში მე ვფიქრობ რომ არაფერი ტყუილა არ ხდება. ლორენას სულმა დაუთმო ეხლა ხათიას ეს დრო ესე იგი ხათიას უფრო სჭირდებოდა ეთყობა ეს ინფორმაცია და ლორენას ჩაუტარებთ მომავალ კვირაში. უკვე თქვენ გაარკვევთ ეხლა რა. ასე ვიფიქრე მეც. ხო და აუცილებლად ეხლა რა თქმა უნდა არ დავტოვებ ყველა ვარიანტში. და თუ დანარჩენებს კიდე ახლა ვინმე ვისაც ენდომება, კი გავაკეთებთ შემდეგ შაბათს შევხვდებით და აუცილებლად გავარჩევთ თქვენ პირად ურთიერთობებს რა. აი ასე კარმულად, არა იმით რა ქვია. გაშლის გარეშე რა. კაცების გარეშე, ხო? კარგი ჩემო ლამაზებო, ამით მე და თქვენ დაგემშვიდობებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჩატში დაწერეთ რა, რამდენად მოგეწონათ თქვენ ეგეთი შეხვედრა. თუ მამა ყურადღებიანია, ამ შემთხვევაში რა ხდება? ხო გითხარით, თუ მამა ყურადღებიანია,
მაგ შემთხვევაში ხდება ის, რომ შენ იგივენაირად შენ ითხოვ კაცისგან, რომ გააგრძელოს მამის საქმიანობა. ანუ მამაჩემი იყო ასეთი, ეს ძალიან, აი გოგოებო, თუ ვინმეს გინდათ, რომ ეს თემა აი კარგად იცოდეთ თქვათ, ხო? აი ეს მე რაც უთხარი ხათიას წეღან, რომ არის ჩვენთან get კურსზე devs, ტრენინგი, რომ რატომ იდეალურ პარტნიორთან არ ვითარდები. ნახეთ. იქ არის აი იმენა ძალიან ბევრი ის რა ქვია, ინფორმაცია. იმაში, თან პლუს მარტო ლაიკი არა, ის იქ არის ტექნიკები რა, რომ მარტო ის კი ხა მე ახლა ხათიას კი უთხარი თქვა ეს მისეზი, მაგრამ რა გავაკეთო? ხო არის კითხვა ყოველთვის რა გავაკეთო? აი ეს რა გავაკეთო devs იქ ტრენინგში და არ დაგეზაროთ და მიმართეთ ქეთის და დაგაყვალიანებს სად არის თუ ვერ მოძებნით get კურსზე რა. იმიტომ რომ ის ძალიან ძლიერი რაღაცაა. ხო და მე ხა როგორც თქვი, YouTube-ზე უკვე დავიწყე დღეიდან, ყოველ შაბათს აი ესეთი რაღაცა საუბრებს დავდებ, მოკლე, დედაზეც და მამაზეც და მაგათ მნიშვნელობებზე, იმიტომ რომ ეს მოქმედებს არა მხოლოდ ურთიერთობაზე, ეს ბევრ რამეზე მოქმედებს და იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აი ნუ ეს ბავშვობიდან მოდის ყველაფერი აბსოლუტურად. ჩვენ ვერ ხვდებით მაგას ზოგჯერ, მაგრამ ბავშვობიდან არის აი ეს დადგენილებებიც, რაც გვაქვს ჩვენ თავში და ეს ყველაფერი რა. და მე უკვე პარტნიორთანაც მე იწყება, არ დავიწყება. так, საოცარი ვარ, ხო? მადლობა, კეთი. საოცარი გოგო ვარ, მადლობა. ну შემდეგ ლაივზე ჩასაწერეთ, ხო, აქეთი წერეთ, ხო, კეთი შევწერს. всё. ანუ ჩემო სიხარულებო, ვისაც ახლა მოგეწონებათ, კი ბატონო, ვინც ამას უყურებს YouTube-ზე, მე კი შეგიძლიათ ლინკი იქნება ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ და ჩემ გოგოებს მიწეროთ ჩემს გუნდში და გოგოები ყველაფერს დაგაყვალიანებენ და ეს ვისაც გინდათ რომ გაიგოთ, რატომ არ ვითარდებით ჩვენ და იდეალურ პარტნიორთან, ეგეთ შეგიძლიათ ნახოთ უკვე ტრენინგში. მე დაგემშვიდობებით ჩემო ლამაზო, მადლობა რომ თქვენ აქ ხართ, მადლობა რომ მე მენდობით. მადლობა რომ აძლევთ იმ უფლებას და საშუალებას, რომ მე ჩემი ცოდნით ვიყო თქვენთვის საჭირო, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ну ჩემი ასეთი მიზანი მე მინდა რაც შეიძლება უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იყოს, იმიტომ რომ როცა ადამიანები გარშემო არიან ბედნიერები, მე სამყაროს ცხოვრებას ლამაზია რა. დამერწმუნეთ რომ როცა ადამიანები არიან კარგად ცხოვრობენ, ხო, დალაგებული აქვთ ყველაფერი, ხო, რაღაც გიხარია მე ეს ცხოვრება რა, იმიტომ რომ მხოლოდ ბედნიერ ადამიანს შეუძლია რომ ბედნიერება აჩუქოს სხვას და გაბოროტებული ჩუქნის გაბოროტებას, ხო? აი ამი დავამთავრებ ამ ლამაზ ნოტაზე და მიყვარხარ ძალიან და ისე და ისე მადლობა რომ ჩემთან ხართ.